თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტ კომპლექსში დასრულდა საქართველოს თასი 2015. კახეთის რეგიონის ტურნირი, რომელშიც კახეთის რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობდა. სპეციალისტების მიერ თავიდანვე ფავორიტებად თელავის უნივერსიტეტის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და თელავის გუნდები იყვნენ მიჩნეულნი და მათაც გაამართლეს. ნახევარფინალში სტუდენტებმა ლაგოდეხი 7-1 დაამარცხეს, ხოლო საგარეჯოელთა უდავოდ პერსპექტიულმა გუნდმა თელავის მეორე გუნდს წარმატების არავითარი შანსი არ დაუტოვა. 7-3. ფინალმა დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტებმა მატჩის დაწყებისთანავე აქცენტი შეტევაზე გააკეთეს. საგარეჯოელთა ტაქტიკა კი კონტრშეტევებზე და მეტოქის შეცდომებზე იყო აღებული. მიუხედავად ორივე გუნდის სწრაფი, გააზრებული და ლამაზი თამაშისა, პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ამაში კი ბრალი, რა თქმა უნდა, ორივე გუნდის მეკარეებს, ზურაბ ბორჩაშვილს და ზვიად დარისპანაშვილს მიუძღვით. ორივე შეუდარებელი გახდათ და არაერთხელ გადაარჩინეს საკუთარი გუნდი. მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიწყება. სახიფათო მომენტები ორივე კარტამ მრავლად იქნებოდა, მაგრამ მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ. შეხვედრა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და შეკრებილი მაყურებელიც პენალტების სერიისათვის ემზადებოდა, როდესაც სტუდენტებს მეტოქის კონტრშეტევა გამოეპარა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა გუგა ჩიტალაძემ 37 წუთზე ანგარიში გახსნა. 1-0. თელაველები ვაბანკზე წავიდნენ. მეხუთე მოთამაშე გამოიყვანეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების ნაცვლად ბურთი საკუთარ კარში მიიღეს. თავი დავით ბეჟიტაშვილმა გამოიჩინა 2-0. მატჩის ბოლო წამები სტუდენტთა გააფთრებულ შეტევებში მიმდინარეობდა და ოთარ აბდულაევი სხვაობას მინიმუმამდე ამცირებს 1-2. თუმცა მეტისათვის თელაველებს დრო აღარ ეყოთ. საგარეჯოს გუნდმა კახეთის რეგიონის თასი მოიპოვა. ორივე გუნდი საქართველოს თასი 2015-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.